დონალდ ტრამპმა ნიგერიას განსაკუთრებული შეშფოთების საგანი უწოდა, სადაც ისლამისტები ქრისტიანებს მასობრივად კლავენ. სოციალურ ქსელში True Social დონალდ ტრამპმა დაწერა: ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა, ათასობით ქრისტიანს კლავენ. ამ მასობრივ ჟლეტაზე პასუხისმგებლები არიან რადიკალი ისლამისტები. ამ მომენტისთვის მე ვაცხადებ ნიგერიას განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევ ქვეყნად, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია. როდესაც ქრისტიანების ან ნებისმიერ სხვა ჯგუფს მასობრივად ანადგუნებენ, როგორც ეს ნიგერიაში ხდება, აუცილებელია რაღაცის გაკეთება. მე ვავალებ კონგრესმენ რაიალ მურს, თავმჯდომარე ტომ კოულთან და კონგრესის კომიტეტთან ერთად სასწრაფოდ დაკავდნენ ამ საკითხით და შედეგი მომახსენონ. შეერთებული შტატები ვერ იქნება უმოქმედო, როდესაც ნიგერიაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი რამ ხდება. ჩვენ მზად ვართ, გვინდა და შეგვიძლია ჩვენი დიდი ქრისტიანული თემის დაცვა მთელ მსოფლიოში. ტულსი გაბარდმა ამერიკის მანკიერ საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამერიკა მუდმივად ამხობდა სხვა ქვეყნების მთავრობებს და თავს ახვევდა მათ სახელმწიფოს მართვის საკუთარ სისტემას. 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკა ატრიალებდა სხვა ერების მშენებლობის და რეჟიმების შეცვლის კონტრპროდუქტიულ და დაუსრულებელ ციკლში. მიდგომა შაბლონური იყო. ჩვენ ვამხობდით მთავრობებს, თავს ვახვევდით მათ ჩვენი სახელმწიფო მართვის სისტემას და შემდეგ მივდიოდით, რითაც მოკავშირეებზე მეტ მთერს ვიძენდით. შედეგი იყო ის, რომ ხარჯავდით ტრილიონობით დოლარს, კარგავდით უამრავ სიცოცხლეს და უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნიდით, განაცხადა გაბარდმა. ილონ მასკი ბრიტანეთს სამოქალაქო ომს უწინასწარმეტყველებს. ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკონტროლო მიგრაციის გამო ბრიტანეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ბრიტანეთში სამოქალაქო ომი გარდაუვალია, ეს მხოლოდ დროის საკითხია, თქვა მან. რუსეთთან საზღვრის დახურვამ ფინეთი დააზარალა. ბლუმბერგის ცნობით, მას შემდეგ, რაც ფინეთმა რუსეთთან საზღვარი დახურა, საზღვრისპირა რეგიონები ეკონომიურად დაზარალდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლები, განსაკუთრებით კი რუსეთთან მომიჯნავე რაიონებიდან, ჩივიან და აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსი მყიდველები გაქდნენ, მაღაზიები იხურება, ხარჯები იზრდება და შემოსავალიც მცირდება. გამოცემის ცნობით, მხოლოდ სამხრეთ კარელია კარგავს დღეში დაახლოებით 1 მილიონი ევრო ტურისტულ შემოსავალს. იმატრას ცენტრი დაცარიელდა, მაღაზიების უმრავლესობა დაიხურა, ხოლო ადგილობრივი სპა კომპლექსები გაკოტრების პირას არიან. ერთ დროს წარმატებული ისტორიული სასტუმრო კომპლექსი State ჰოტელი ახლა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე ფუნქციონირებს. პრობლემები შეეხო რეგიონის წარმოებასაც. საზღვრის დახურვის შემდეგ მეტალურგიულმა ქარხანამ პერსონალი შეამცირა. უმსხვილესმა სატყეო კომპანიამ მასობრივად დაითხოვეს თანამშრომლები, იზღუდება სამედიცინო მომსახურებაც. საზღვრისპირა რაიონებში უმუშევრობამ 15%-ს მიაღწია, მაშინ როცა ნაციონალურ დონეზე უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 9,1%-ია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველაზე სწრაფად უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის ვრცელდება. მათ აღარ სურთ ერთ დროს აყვავებულ რეგიონში ცხოვრება და დედაქალაქში მიდიან. რუსული ფული იოლად მოდიოდა, მაგრამ მათ დაგვიტოვეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქისთვის ძალიან დიდია. იოლი ფულის ეპოქა დასრულდა. 16 წლის სარა ვირტანენი იმატრას ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარეა. ისყვება, რომ ოჯახს ძალიან გაუჭირდათ, ახალგაზრდები კი მასობრივად მიემგზავრებიან სასწავლებლად მსხვილ ქალაქებში. სარა ვირტანის მამა მესაზღვრეა, თავად გოგო კი პოლიციელობაზე ოცნებობს. თუმცა სარა ევროპული პროპაგანდის გავლენის ქვეშაა და ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს. მისი თქმით, სწორედ რუსეთის გამო მოუწია ფინეთის საზღვრის დახურვა. ადრე რუსეთის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება მქონდა და პეტერბურგში ჰოკეის თამაშსაც კი ვესწრებოდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა. რუსეთი არაპროგნოზირებადი გახდა. პატარა ბავშვებს ომის ეშინიათ და ღამით ვერ იძინებენ, ამბობს სარა ვინტანი. გამოცემა წერს, რომ რეგიონში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ მომავალზე. ადამიანები ელოდებიან, როდის და რა პირობებით გაიხსნება საზღვრები, მაგრამ ეროვნული ხელისუფლება ამ თემას არ განიხილავს, წერს ბლუმბერგი. ვიქტორ ორბანმა დონალდ ტუსკს ბრიუსელის ვასალი უწოდა.
უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ომის ყველაზე ხმამაღალი წამქეზებელი და ბრიუსელის ვასალია. პრემიერმა დონალდ ტუსკმა უნგრეთის წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო. ამას იმიტომ აკეთებს, რომ სახლში სერიოზული პრობლემები აქვს. მისი პარტია დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში. მთავრობა არასტაბილურია, რეიტინგი ეცემა. ევროპარლამენტად მანფრედ ვებერთან ერთად ის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ წამქესებლად გადაიქცა, მაგრამ მისი საომარი პოლიტიკა მარცხდება. უკრაინა ევროპული ფულის გარეშე რჩება. პოლონელი ხალხი კი ომისგან დაიღალა. ის კურსს ვერ შეცვლის, რადგან პოლონეთი ბრიუსელის ვასალად გადაიქცა. დღეს ის პანიკაშია, დევნის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და აკრიტიკებს უნგრეთის სამშვიდობო პოზიციას, რითაც ცდილობს საკუთარი შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანას. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. ისტორიული მეგობრობა უნგრეთს და პოლონეთს შორის უკეთეს იმსახურებს. მე არ შემიძლია და არ დაუჭერ მხარს ბატონი ტუსკის საომარ რიტორიკას. უნგრეთის სხვა გზით მიდის, მშვიდობის გზით. უნგრელი ხალხი უარს ამბობს ბრიუსელის ვასალობაზე. დროა ბატონი ტუსკი ამას შეეგუოს და საკუთარ საქმეებს მიხედოს, განაცხადა ორბანმა. საფრანგეთი, იტალია და ბელგია უარს ამბობენ უკრაინისთვის რუსული აქტივების გადაცემაზე. გაზეთი კორრიე დელა სერა წერს, რომ საფრანგეთი, იტალია და ბელგია წინააღმდეგები არიან უკრაინას კრედიტის საფუძვლად გადასცენ რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები. როგორც ჩანს, იტალიის და საფრანგეთის მთავრობები გაურბიან თავიანთ ფინანსურ პასუხისმგებლობას, თუ კი საერთაშორისო სასამართლო მოსკოვის რეზერვების გამოყენებას უკანონოდ ჩათვლის. ბელგიაც იმავე პოზიციაზეა. იმის გათვალისწინებით, რომ გაყინული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი დღევანდელ დღეს ინახება პლატფორმაზე ევროკლიარი, როგორც მოსალოდნელია საბოლოო არჩევანის გაკეთება ევროკავშირის 18 დეკემბერს მოუწევს, წერს გამოცემა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ვიტალი დენეკამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშები ტყუილებისგან შედგება. საჭიროა გაიცეს ბრძანება უკრაინული არმიის პოკროვსკიდან და მირნოგრადიდან გაყვანაზე, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა ეს ქალაქები უკვე დაკარგეს. შევეცდები ვთქვა მაქსიმალურად არაემოციურად, განაცხადა მან. თუ კი უახლოეს მომავალში ვინმე ხელს არ მოაწერს პოკროვსკიდან და მირნოგრადიდან ჯარის გაყვანაზე, ჩვენ შესაძლოა აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც არამხოლოდ დავკარგავთ მოტივირებული მედესანტეების და საზღვაო ქვეითების მნიშვნელოვან ნაწილს, აღარაფერს ვამბობ ასობით მილიონის გონებაზე, რომელიც უკვე დაკარგულია და ევაკუაციის შანსი აღარ არის. არამედ შეიძლება ისე მოხდეს, რომ არავინ დაგვრჩება ფრონტზე ხვრელების ამოსავსებად და ჩვენ ზურგში მოწყობილი გამაგრებების სწრაფად გადავლენ მოწინააღმდეგეების მხარეს. პოკროვსკი ფაქტიურად დაკარგულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მინროგრადის შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს. ლოგისტიკა შევუქმნით არაადეკვატურ რისკს. არანაირი საიდუმლო ახლა არ მithქვამს. რუსები ამას ძალიან კარგად ხედავენ თავიანთი დრონებიდან რეალურ დროში.